მადლობთ ანა, უსამძიმრებ გარდაცვლის ოჯახს. პირველ რიგში, ფაქტი, რომელიც მოხდა, ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, რაც გავრცელდა, აშკარად ადასტურებს იმას, რომ სახეზე იყო არასათანადო მოპყრობა, რომელიმე ფორმა, შეიძლება ეს იყოს წამება, არა ადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, განხორციელებული ციხეში, ან იმ პერიოდში, როდესაც პატიმარი იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. რაც ვიცით ინფორმაცია და რაც დაადასტურა თვითონ პენიტენციურმა სამსახურმა, როდესაც ის ციხეში იმყოფებოდა, მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები, ან არ ჰქონდა რაღაც ისეთი ჯანმრთელობის პრობლემა, რასაც ამ ტიპის დაზიანება თეორიულად შეიძლება გამოიწვია. ჩვენ ვნახეთ, რომ 23 იანვარს შემდგომ პატიმარი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და პატიმრის შეყვანისას, ესე ვთქვათ, დასტურდება, რომ მას აქვს მრავლობითი დაზიანებები, ფორმა 100 არის გავრცელებული, თქვენც გავრცელეთ ეს და წყება დაზიანებების ფიზიკური აღენიშნება ამ ადამიანს, ანუ ნიშნავს, რომ მანამდე არ ჰქონდა დაზიანება, სახელმწიფოს ხელში იყო და მაშინ მიიღო დაზიანება და ესე შეიყვანეს კლინიკაში. რაც ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ხელში ყოფნისას განხორციელდა შესაბამისი ძალადობა. ფაქტებს ამ ყველაფერს რამდენიმე ესე ვთქვათ საკითხი ქმნის განსაკუთრებით საეჭვოს. ერთი არის ის, რომ ოჯახს გვიან შეატყობინეს და როგორც ინფორმაცია გავრცელა ოჯახის ახლობელმა, სოციალურ მედიაში გავრცელდა ასეთ საჯარო წყაროთი, წერია, რომ დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ პატიმრებმა მოიძიეს ადვოკატის ნომერი და მას დაუკავშირდნენ. გაუგებარია, რატომ ცდილობდა პენიტენციური, თუ ადამიანი ესეთ მდგომარეობაში იყო, ბიომედის ცნობებით ეს ადამიანი კომაში იმყოფებოდა, გაუგებარია ამ კლინიკის ან უშუალოდ პენიტენციური სამსახურის მხრიდან რატო არ მოხდა ოჯახისთვის შეტყობინება მანამდე. და რომ არა სხვა პატიმრების ინიციატივა ვერ გაიგებდნენ. მეორე ალბათ საეჭვო რაც არის, რაც განსაკუთრებით პრობლემურია და კანონდარღვევაც არის, ეს არის ის, რომ გამოძიება დაიწყო, ოღონდ გამოძიებას აწარმოებდა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო იმისთვის, რომ გამოეძია უკაცრავად შესაძლო იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარეობაში მყოფი სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის შესაძლო ქმედებები, რაც ინტერესთა კონფლიქტია ჩვენ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და აუცილებელი იყო, რომ გამოძიება თავიდანვე დაეწყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. კი ბატონო, და იცით რა მინდა გკითხოთ ბატონ გიორგი, აი ჩვენ სახალხო დამცველის განცხადებასაც გავეცანით, წავუკითხეთ მაყურებელს, სადაც ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვიდეო კამერები, ანუ ვიდეო ჩაწერა უშუალოდ საკანში არ მიმდინარეობდა, რაღაცა დერეფნის ჩანაწერები ნახა, თავიდანვე შეისწავლა, თუმცა რაღაცა განსაკუთრებულს იქ ადგილი არ ქონია. იცით რა სოსტებ, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ საკანში არ მიმდინარეობდეს ვიდეო ჩაწერა საზოგადოების მხრიდან, ანუ ეს ბუნებრივი ამბავია, ესე იგი, რომ საკანების სხვადასხვა კატეგორია შეიძლება იყოს, მაგალითად თუ ადამიანი არსებობს გარკვეული რისკი არსებობს მისი მხრიდან მომდინარე, ან თუ რაღაც სუიციდის შესაძლო რისკები არსებობს, ან სხვა ობიექტური გარემოება, ამ შემთხვევაში შეიძლება მოთავსდეს ისეთ კამერაში, სადაც ვიდეო მეთვალყურეობა ხორციელდება, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არა ჩვეულებრივად ესეთი კამერებით აღჭურვილი ყველა საკანი, რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ ამ განცხადებაში, რომელიც ახოდამსვენმა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მას დამატებითი დეტალები წარმოედგინა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ჩანაწერებით რა დასტურდება. ბოლოს როდის ნახეს პატიმარი, როგორ გადაადგილდებოდა, სად იყო, სად მოხდა ესე ვთქვათ მისი ბოლოს გადაადგილება, ანუ ესე ვთქვათ ვიომედში გადაყვანამდე სად იყო ის, რა ტრაექტორია გაიარა, ბოლოს ვის ჰქონდა მასთან შეხება, ასე შემდეგ. ეს არის მონაცემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამაც რო იცოდეს, მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის და მნიშვნელოვანია იმისთვის. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი ბურჯანაძეს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ